როგორ შოულობ ფულს, ვერ შოულობ. გითხარი რა მოიტყვე? ბეთლემსობა მოიტყვე. რა სიტყვის შემწვარ გარდაფულს. პირველი რასაც წაგების მერე გააკეთებ. უკვე გადამიწყვეტ. რა გაწირე შენი კარიერისთვის. ნერვები. აი დაგენძრა. ვისადგინე ყველაზე მეტად ბეთლში. ვადგინე ვის მოუგე ყველაზე მამა ალბათ. ამ სეზონში მამა. ზოგადადაც მამა ჩემი აზრით. რა სიტყვით ახალ აკაპელა ბეთლზე. ბიჭო რაულ რა მხრივ როგორც პროექტი შეაფასე ხარისხი ანუ ესე იქ გარემო ასე შემდეგ ასე ვიყავი სხვა შორის და გარემო და რაღაცეები ანუ ესე პროფესიონალურად რო შევხედოთ არ იყო მაინც და მაინც დამაკმაყოფილებელი რა მაგრამ მაგის იქით არტისტები როგორი ხარისხითაც გამოვიდნენ ეგ გაასწორა რა ნუ ჩემი ჯერი რა სიტყვის შემწვარ კარტოფილს შემწვარ კარტოფილზე ვიტყვი რომ მართლა იყო ეს კითხვა არ შევიჩნიე просто ჩემთვის შემწვარი კარტოფილი რაც საჭმელი არ არის სნეკია უფრო ველი შემიძლია ყოველდღე ვჭამო რა ხახვით დის მტყნელი სნეკია ხახვითაც ანუ რაც არ უნდა კამითაც თქვით ორივე მჟიურის სამეული გასპერა მოყვები ნუ საფინალის ხო თუ ასპერა თქვათ მოდი ზოგადად თქვათ თუ მინდა ზოგადად დავაი ასპერაზე მოყვები რუსიაზეც მოყვები აი მესამე არ ვიცი ხო აი მესამე რასაც მე ვიტყვი არ ვიცი მაგრამ მოყვები თუ არა მესამე ნაინა ჩემი აზრით მაგრამ ხო აქ ხო არ არის ფინალისტის იმ ზოგადად თვლი რა ჩემი სამეული ეგ არის რა თამადები მესამე არ ვიცი ალბათ თამადა დავაი ой просто მაშინ მე KA-ს ვიტყვი დავაი ფეირნას ეს ხელნამყოფს რა გესტები რო ვთქვათ რა KG-ს მა მესამე KG დაჟე ჩემ მეტალზე იყო რანაირად დამოუწყდა KG შეფასება მე მომეწონა ჩაშლა იცის ხოლმე ძალიან კარგად რა და ეგ მისწორდება ანუ აი ეს ბავშვები რო არიან კომენტარებში ანუ არატოვებინებს რამე ისეც რა ხელმოსაჭიც რომ ყველაფერს ხსნის ტიპი რა ანუ რაღაც ვიღაცას რაღაც ბოღმას არ ანთხევინებს არასდროს მოის უფლებას როგორ შოულობ ფულს ვერ შოულობ როგორ შოულობ და რავი მოდი ვიტყვი როგორმა გეგმა რავი ალბათ როგორც ყველა რეპერი რა ლაივები ანუ არაფერი არ გუშულება გეგმაში არ მაგჯერ არაფერი რა ისევ არის ხან სეზონზე გადართული რომ დაჟე ფულიც არ მაინტერესებს რა არა მომენტ თუ ბეთლზე ხარ გადართული პირიქით უნდა გაინტერესებდეს ნახე მე ყოველთვის ვარ ესე რა შენ გააკეთე საქმე და ფული თვითონ მოვა რა Nicky Slow underrated to overrated მე ვიტყოდი რომ overhated ანუ აკაპელაში პელე თუ PvP flow-ზე ტაჰა ბიჭო ძალიან სტრანი კითხვა იმიტომ რომ თუ ჩემი აზრით ორივეს ბევრი აქვს დამტკიცებული ამ პლატფორმებზე რა მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ტაჰა უფრო ფრეშია ჩემთვის პელესთან შედარებით არის მრავალმხრივი არტისტი მე ტაჰას ვიტყვი ნუ რას მისჩევს შენზე დასაწერ დისში ეს მეკითხება მე ხო შენზე დასაწერ დისში ყლეობა არ მითხრა რა ჭორი შენზე ჩემთვის ჭორია და ჭორი არის ისო ტაჰას ვბაძავ
მე მითითონ დამღანებული მაქვს ბეთლზე ვიდეოები რა ყოფილა დამღანებული მაქვს რაღაც ფიშკები რომ აი კი ყოფილა რაღაცები რომ აუ ხო მართლა ხო არა იმ დოზით ანუ ძალით არ ხდება ეგ არა იმ დოზით რადგანაც ანუ ხალხმა იწყავს რაღაც სატაცება რა მე რო გამოვიდე ხა ბეთლზე და დავუშვა და ვიბაზრო ილუეინის ფლოუთი რა ვიბაზრო ეგ იარლიყი მაინც შემრჩება ყოველთვის მაგიდან მაგას შეჩვეული ვარ რა თავის მართლებას არ ვიწყებ ხოლმე მაგას ალბათ ის რომ დიქსია არ მივარგა იმიტომ რომ თემა ის არის რომ ვერსები რაც მქონდა მაგალითად მოსკასთან რაც მქონდა მაგალითად ბანისთან დამუშავებას ვერ ვესწრებდი რა ანუ ყველა ბეთლში რაც აქამდე მქონია ბოლო ბეთლების ჩათვლით ყველა ბეთლს წერ ძალიან გვიან და ვერ ვასწრებ საკმარისად შესისხელ ხორცებას ესე რომ ვთქვათ რა და არიან კატეგორია ადამიანების რომლებსაც ბევრი მუშაობა ჭირდებათ საიმისოდ რომ კარგად გაიჯინონ რასაც ბაზრობენ და აი კატეგორია ვარ მე მაგ კონში ანუ სუნთქვები რომ არ მაქვს დამოღამებული ჩემი ვერსების კარგად ვიჭრები რა მომენტებში მაგას წერის მომენტში გათვლას არ აკეთებ აი აქ ამოსუნთქვა მე ანუ თვითონ წერითაცები დავწერ რომ ანუ რა უნდა რომ მაგ დაწერილი ზუსტად ვიცი სად როგორ ამოვისუნთქვა როგორ წერ შენ ტექსტს აი ნულიდან წერ ტექსტს ვთქვათ გინ ბეთლის გინ ტრეკის მნიშვნელობა არ აქვს მაქვს რამოდენიმე ტრეკი აღონდა ეს ტრეკების სულიცვლება ერთი ტრეკი არ ტრიალებს რის მოგამზადებს ვარ უსმენ იმას მომდის ანუ რაღაც ის რომ მივიდეს აი რო შევატყობ უკვე რომ სკამზე ვეღარ ვზივარ აქეთ-იქით ვიწყებ სიარულს რაღაცა მაგ დროს უკვე ხვდები რომ ვარ იმ კონდიციაში რომ დავშდე ტელეფონი ავიღო და დავიწყო წერა რა ვისი რჩევა გაითვალისწინე ბოლოს აუ ზოგადად ძალიან ხისთავიანი კვერცხის მარდა გიწია ხო ვიჭრ რავი ძალიან ხისთავიანი ვარ რაღაც პონში და აი უსმენ კომანდას რასაც მეუბნებიან ხოლმე მაგრამ დიდად ესე არ ვაკეთებ ცხოვრებაში ხოლმე რავი ალბათ ჩემი გოგოს იმიტომ რომ ერთად ცხოვრობთ და რაღაცას ისეს მირჩევდა რასაც გავითვალისწინებდი მოგიყურე yes რა გაწირა შენი კარიერისთვის ნერვები და მშვიდობა მშვიდი ცხოვრება ავტობუსში ალეზმანით ასვლა ხო ეგეთი რაღაც არ ვიმაშვები რაღაც ტრიპაჩობ ძალიან და რაღაც მაგრამ აი თავიდან გაკრას რო ვიძახდი რომ აი ვინ უნდა მიცნოს და რაღაცა ის ალეზმანით გავსვლა გარეთ რომ დამზარებია და რაღაც და უცნი ვარ ტიპებს აი 1-2 ჯერ რომ გამიტყდა მაგრამ უკვე იხდიდა ცოტა სხვა ეტაპი დამეწყო რა. ნორმალ ტიპმა გამოჩერა ერთხელ ფოტოზე და შლოპანცები მაცვია და რაღაც. ხო, მაღაზიაში თავში გავიჩიტე რა. გითხარი რა მოიტყვე. ბეთლემსობა მოიტყვე. არ ვარ ბეთლემსი. არტისტი ვარ, რომელიც უბრალოდ საითქვეს აკეთებს. ხო. ბიჭო, მამენ ბევრი მონაწილე ყოფილა ეგეც. ვინ ჯობია. აი იმენა ის თემაში მოდი აი ბეთლზე ვიტყვი რა. მე ჩემი თავის ვერსიაც მაქვს თავში შენახული. და რომელსაც даже არც ხუთი არ გამოვაჩენ. რაც ნაწილი იქნება მაგ ვერსიის ხუთი, რასაც გამოვაჩენ. მაგ ვერსიას ვერავინ ვერ ჯობია. რისგან გიცავს რეპი? ბევრი რამისგან იტოქში რა. ჩემი თავისგან მიცავს რეპი იტოქში. მოკლედ რო ვთქვათ. მე ხვდեմ. ვის გადარებს ხალხი? აი დაგენძრა. ბიჭო, თემაც მაგაშია, რომ კი არ მადარებენ. გავხარ კი არ ბაძავო. ანუ ხე გავხარ სხვა თემა. ბაძავ სხვა თემა. ბიჭო, ესე აი რომ შენ და ეს მაგრა გავხართ ერთმანეთს არ მაქვს მოსმენილი. ალბათ ჩემი სტილი ბეთლზე დგომის ჩემი ემსინგის სტილი ძალიან გავს ჩემი აზრით, ან ყველაზე ახლოს არის კონტრას სტილთან რა. პირველი რასაც წაგების მერე გააკეთებ.
უკვე გადამიწყვეტა. ისდეც. მაგარია. ვინოს ჩამოვართმევ ხელს. ეს ხუმრობთ. ბრინჯის მარცვლებით უნდა მოვიდე. ბრინჯის. რა უნდა გავაკეთე? წავალ სახში. ნუ დავიძინებ. ალბათ იგივეს გავაკეთებ მოგების შემთხვევაში. მე დაგირეკა მაყუთი მაჩვით. არა, მე დაგირეკა. მე თუ წავაგე შეჩი. ხო და მე რო წავაგე. всё, ბაზარია. სხვადასხვა ვთქვათ? არჩე, იტყვით თუ თქვა? დაიწყე უკვე, მაგრამ სეზონის დაწყებამდე მე და კამი ვსვავდით და არა, ეს თვალზე მიღებული გადაწყვეტილება არ არის ფხიზელზეც. Yes. მაშინ უნდა გვენანა ფხიზელზე მე არ მინანია. მე და კამი შევთანხმდით, რომ ფინალში თუ შევხვდებოდით ერთმანეთს, გამარჯვებული წაგებულს მისცემდა რაღაც რაოდენობის თანხას, რა, პროსტა ვაფშე. ანუ ნოლზე არავინ, ფშალზე არავინ არ რჩება რა. ჩვენ ჰუმანურები ვართ. ბეთლის მერე ყველა სვავს. რატომ გჯერა რომ შენ სიტყვას ფასი აქვს? რავი, ჩემ სიტყვას ფასი აქვს, იმიტომ რომ კითხვა შევაბრუნებ და პასუხს ისე გავცემ, იმიტომ რომ რასაც ვლაპარაკობ იმის მჯერა. რა გადაგიხადეს სარეკლამო ვიდეოში? 7 და 50. აი კონფიდენციალური არ არის? კონფიდენციალურია, ვერ ვიტყვი ლაპარაკი.